კაცმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 14 წლამდე მოზარდი 2 არასრულწლოვანის თანდასწრებით გააუპატიურა. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წაუყენა. ბრალდებულს 20 წლამდეან უვადო პატიმრობა ემუქრება. პროკურატურამ ამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს სახით მილიონი ლარის გამოყენებას ითხოვს. ძლიერი საქართველოს ლიდერებსა და კიდევ 6 პოლიტიკოს ეგრეთ წოდებულ საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავებიან. სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. ევროკავშირის გაფართოების შესახებ ისტორიაში პირველ ფორუმზე, რომელიც 18 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება, ოცნების წარმომადგენლები არ მიიწვიეს. ინფორმაციას ადასტურებენ ევროკომისიაში. მანჩო გიორგობიანის მიერ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის საქმეში ბრალდებულ ჯაკო ჩარკვიანს, შოთა აფციაურს, დაჩი კეკელიას, ლევან გრძელიძესა და დავით პეტრიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ჩარკვიანს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვასაც ედავებიან. იგივე გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ გიორგობიანის საქმეზეც. უნგრეთის ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი კომპანია მზად არის უარი თქვას რუსულ ნავთობზე. ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს და წერს, რომ კომპანიას რუსული ნავთობის ალტერნატივა აქვს.